الحمد لله والصلاة والسلام على رسول الله رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي رب زدني علما السلام عليكم ورحمة الله وبركاته مგესალმებით სასწაულმოძღვნებო გუშინ ვისაუბრეთ რომ ჯემაათს ვსაუბრობთ გუშინ გაგვეცდა და თქვით რომ ჯემაათი არის სუნეთი მოეკედე სამწუხაროდ ნამაზის დრო იყო მოსული და ნამაზად კარგად ვერ ავხსნით თუ რა არის სუნეთი მოეკედე და რამდენიერი სუნეთი არსებობს ამიტომ დღეს ვესწრები რომ ამ თემაზე უფრო უცბად ვისაუბრობ الجماعة سنة مؤكدة جماعة نماز الصبح شكل بيت ارتد نماز الصبح سنة مؤكدة راري سنة مؤكدة ما واظب عليها النبي صلى الله عليه وسلم شو ما صلى الله عليه وسلم سكابزل بولي ساكمة بيانو تتمس سايتو روميتس روم أرداود ويايجت ساكمة بياريس سنة مؤكدة داريس أسباب سنة غير مؤكدة روم لبسرم شو ما صلى الله عليه وسلم درويش كاركو منزلزه مياتو أركاو كتبيا تمسا اسين سنة مغايت سنة مؤكدة ياريس ديل صباح نماز السنة أسباب شو هذا نمازის პირველი 4 მუხლისუნეთი და ბოლო 2 მუხლისუნეთი, ასევე საღამოს ნამაზის ბოლო 2 მუხლისუნეთი და ძილის წინ ნამაზის ბოლო 2 მუხლისუნეთი. სუნეთი ღაირი მოეკედე არის იქინდი ნამაზის პირველი 4 მუხლისუნეთი და ძილის წინ ნამაზის, ანუ იაცის ნამაზის პირველი 4 მუხლისუნეთი არის სუნეთი ღაირი მოეკედე. თუმცა სამწუხაროდ ისეთი არასწორი ინფორმაცია გვაქვს დღეს რომ თითქოს შუამავალი სალალაჰუ ალეიჰი ვესალამ რომ ეს სუნეთები დროის გარკვეულ დროში დატოვა მაგალითად იქინდი ნამაზის პირველი 4 მუხლისუნეთი და იაცის ნამაზის პირველი 4 მუხლისუნეთი მაშინ ამის დატოვებას თითქოს სუნეთი ყოფილა მსგავსი ინფორმაცია გვაქვს ასე რომ კატეგორიულად არასწორია და მიუღებელი რადგან სუნეთი არის შუამავალი სალალაჰუ ალეიჰი ვესალამ თუ ერთი საქმე გააკეთა და იმის შემდეგ რა არ უზანებია რომ ეს აღარ გააკეთოთ მაგ შემთხვევაში ეს საქმე არის სუნეთი თუნდაც იყოს სუნეთი მოეკედე თუნდაც იყოს სუნეთი ღაირი მოეკედე თუნდაც სუნეთი მოეკედე არის ძლიერი სუნეთი რომელიც ყველა მუსლიმანი ვალდებული ვართ რომ ამ სუნეთს მივყვეთ ინშალლა. და ახლა მოვედით ქალებს შეუძლია თუ არა რომ ჯემაათს ანუ ხალხს იმამობა გაუწიონ წინ წავიდენ. სამწუხაროდ ამ ბოლოს ძალიან ხშირად ხედავს მსგავს ვიდეოებს სოციალურ ქსელში სადაც რომ ქალბატონები გადიან წინ და ვითომ ნამაზი მსალოსობენ მსგავსი ნამაზი მიღებული არ არის. ამიტომ ამ თემაზე ვისაუბროთ ინშალლა. ولا تجوز إمامة النساء والصبيان للرجل კაცისთვის მამაკაცისთვის ქალის იმამობა ქალმა რომ წინ გავიდეს ამ მამაკაცს აუწოს ამ ბავშვმა რომ წინ გავიდეს და აუწოს დაშვებული არ არის თუმცა ეს ბავშვის საქმე ეხება ფარზ ანუ სავალდებულო ნამაზებს თუმცა თუ არასავალდებულო ნამაზი იქნება ნაფილე ნამაზი იქნება მაგ შემთხვევაში შეიძლება რომ დაშვებული იყოსო أما النساء فلقوله صلى الله عليه وسلم اخروهن من حيث اخرهن الله شما صلى الله عليه وسلم زمسون ქალბატონებიო უკან მხარეს დატოვეთო وإنه نهي عن التقديم اس أقصى რომ ქალბატონმა წინ გავიდნენ და იმამობა გაუწიონ وأما الصبي فلأن صلاته تقع نفلا ولا تجوز الاقتداء به და ბავშვებს რატომ ამიყვეთ ბავშვებზე მიყოლა რატომ არ შეიძლება რადგან მათი ნაუცი ნამაზი ჯერ ფარდი არ არის ანუ სავალდებულო არ არის ისინი ლოცულობენ ალაჰის ხატრისთვის ნაფილე ნამაზად ანუ არასავალდებულო ნამაზს და ადამიანი რომელიც რომ არასავალდებულო ნამაზს ლოცულობს იმას ვერ მიყვება ადამიანი რომელიც რომ სავალდებულო ნამაზს ლოცულობს ამიტომ ბავშვზე მიყოლაც დაშვებული არ არის وقيل يجوز في التراويح لأنها ليست بفرض და ითქვა ასე თქვეს რომ თარავი ნამაზზე რამადანში დაშვებულია რომ ბავშვის უკან ნამაზი ვილოცოთ რადგან ეს თარავის ნამაზი არ არის ფარდი, არ არის სავალდებულო და მაგ შემთხვევაში შეგვიძლია რომ ბავშვის უკან ვილოცოთ, თუმცა უნდა მოვერიდოთ მსგავს აქციას, რა თქმა უნდა, თუ გამონაკლისები ხდება, თუ ბავშვი ძალიან კარგად კითხულობს, ხმა ძალიან კარგი აქვს და მსგავსი რაღაცა, მაგ შემთხვევაში შეიძლება რა თქმა უნდა რომ მის უკან დავდგეთ და ნამაზი ვილოცოთ, თუმცა სავალდებულო ნამაზს ვერ ვილოცავთ. და ბავშვი რას ქვია ადამიანი, რომელიც რომ ისლამური წესების მიხედვით დასასრულ ასაკში არ შესულა ეს შეიძლება შევიდეს 12 წლის ასაკში, შეიძლება შევიდეს 13 წლის ასაკში და ასე შემდეგ. وما صلى مع واحد أقامه عن يمينه ადამიანი რომელიც რომ მარტო ლოცულობს ორი კაცი როცლისას ლოცულობენ მეორეს მარჯვნივ დადგება უკან არ დადგება მარჯვნივ დაუდგება حديث ابن عباس رضي الله عنهما قال وقفت عن يسار النبي صلى الله عليه وسلم فأخذ بذوابتي فأدارني إلى يمينه ابن عباس رضي الله عنهما ამბობს რომ მე შუამავალი صلى الله عليه وسلم ერთად ნამაზ ვსწრობდი მის მარჯვენა მხარეს დავდექიო თუმცა შუამავალი صلى الله عليه وسلم მომკიდა ხელი და მარცხენა მხარეს გადმომიყვანა فدل ان اليمين الاولى და ეს ჰადისიც აჩვენებს რომ მარჯვენა მხარეს ნამაზის ლოცვა არის უკეთესი وان القيام عن يساره لا يفسد صلاته თუმცა მარცხნივ რომ ვიღაცამ დადგეს და მარცხნივ ლოცვას ეს ნამაზს არ გააფუჭებს
وإن الفعل اليسير لا يفسد الصلاة და მსგავსი პატარ-პატარა საქმეები ნამაზს არ აფუჭებს. ანუ ნამაზის გაფუჭება ასე ადვილი ის არ არის. ახლა მაგალითად ძალიან არასწორი ინფორმაციები გვაქვს. შეიძლება ნამაზის დროს რაღაც პატარ-პატარა საქმეები გავაკეთოთ, რითაც რომ ნამაზი არ გაფუჭდება. ეს რა არის? შეიძლება ოფლი მოვიწმილოთ ან მსგავსი რაღაცები გავაკეთოთ, მსგავსი პატარ-პატარა საქმეები ნამაზს ხელს არ უშლის. ნამაზი მიღებული იქნება ალლაჰის ნებისმიერ